უბედური შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ქუჩაში, სახლში, სამსახურში. ზოგჯერ სწორედ პირველი რამდენიმე წუთი წვეთს, გადარჩება ადამიანი თუ არა. პირველადი დახმარება ყველა შეუძლია. ექიმობა არ არის საჭირო. მთავარი არის სიმშვიდე, სწრაფი გადაწყვეტილება და სწორი ნაბიჯები. რაც მეტ ადამიანს ეცოდინება ელემენტარული დახმარება, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება. უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში დავრწმუნდეთ გარემოს უსაფრთხოებაში. როგორ დავრწმუნდეთ, რომ გარემო უსაფრთხოა? სანამ დაზარალებულთან მიხვალთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ არც თქვენ ხართ საფრთხეში. შეამოწმეთ, ხომ არ არის ცეცხლი, გაზის გაჟონვა, ჩამონგრევის საფრთხე, ძირს დაყრილი სადენები. თუ საფრთხეა, ნუ მიუახლოვდებით. დარეკეთ სამაშველო სამსახურში. გახსოვდეთ, თუ თქვენც დაშავდებით, ვეღარავის დაეხმარებით. პირველ რიგში თქვენი უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი. როდის უნდა დავრეკოთ 112-ზე? სასტრაფოს გამოძახება პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარეკეთ 112-ზე. უთხარით ოპერატორს სად ხართ, რა მოხდა და რამდენი ადამიანია დაშავებული. ნუ გათიშავთ, სანამ არ გიტყვიან. დარჩით ხაზზე. ოპერატორი საჭიროების შემთხვევაში გასწავლით, როგორ დაეხმაროთ დაზარალებულს, სანამ სასტრაფო მოვა. როგორ ხდება დაზარალებულის მდგომარეობის შეფასება? ახლოს მიხვალთ მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდებით, რომ საფრთხე აღარ არის. შემდეგ სწრაფად შეამოწმეთ. გონზია თუ არა, სუნთქავს თუ არა, აქვს თუ არა ძლიერი სისხლდენა, ეჭვი თუა თავის ან ხერხემლის დაზიანებაზე. ეს შეფასება დაგეხმარებათ, გადაწყვიტოთ რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში. როგორ ვიქცევით გულის გაჩერების შემთხვევაში? თუ ადამიანი უგონოდაა და არ სუნთქავს, დარეკეთ 112-ზე თუ ჯერ არ დაგირეკავთ. მოათავსეთ ხელები მკერდის შუაში. ძლიერად და სწრაფად განახორციელეთ ზეწოლები. დაახლოებით 100-120 ზეწოლა წუთში. მკერდი უნდა ჩაიწიოს დაახლოებით 4-6 სანტიმეტრზე. გააგრძელეთ, სანამ სასტრაფო ნოვა ან დაზარალებული არ მოისუნთქავს. როგორ ვიქცევით სისხლდენის შემთხვევაში? თუ ჭრილობიდან სისხლი ძლიერად მოდის, მჭიდროდ დააჭირეთ სუფთა ქსოვილი ან ბინდი. ნუ მოხსნით, მაშინაც კი თუ სისხლი ჟონავს. ზემოდან დაადეთ ახალი საფენი. თუ შესაძლებელია, აწიეთ დაზიანებული ადგილი გულის დონეზე მაღლა. ასე შეაჩერებთ სისხლდენას და შეამცირებთ გართულების რისკს. როგორ ვიქცევით დამწრობის შემთხვევაში? დამწრობისას დაუყოვნებლივ გააგრილეთ ადგილი გამდინარე ცივი წყლით 10-20 წუთის განმავლობაში. ნუ წაუსვავთ ზეთს, კარაქს, კბილის პასტას ან სხვა საშუალებებს. დაფარეთ სუფთა სტერილური საფენით. ძიმე დამწრობისას აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო. მოწამლვა. თუ ეჭვობთ მოწამლას, ნუ აჭმევთ და ნუ ასმევთ ნურაფერს, თუ ზუსტად არ იცით რა მოხდა. ნუ გამოიწვევთ ღებინებას. შეინახეთ ნივთიან ნივთიერება, რამაც მოწამლა გამოიწვია. ექიმებისთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. გულის შეტევა ინფარქტი. გულის შეტევის მთავარი ნიშნებია: მკერდში ძლიერი ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება, ოფლიანობა, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა. ასეთ დროს დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე, დააწვინეთ ან დასვით დაზარალებული, არ იმოძრაოს. თუ გაქვთ, მიეცით ასპირინი, თუ ალერგია არ აქვს. დრო გადამწყვეტია, რაც ადრე მიიღებს დახმარებას, მით მეტი შანსია გადარჩენის. ეპილეფსიური შეტევა. თუ ადამიანს კრუნჩხვა დაეწყო, მოაშორეთ მის გარშემო საშიში საგნემი. არ შეაჩეროთ კრუნჩხვა. არ ჩაუდოთ არაფერი პირში. შეტევის დასრულების შემდეგ გადააბრუნეთ გვერდულად, რომ სუნთქვა გაუმარტივდეს. თუ შეტევა გრძელდება 5 წუთზე მეტ ხანს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო. მოტეხილობები და ტრავმები. მოტეხილობაზე ეჭვისას, ნუ გაამოძრავებთ დაზიანებულ კიდურს. დააფიქსირეთ ადგილი ისე, რომ მოძრაობა შეიზღუდოს. ეცადეთ კიდური დატოვოთ იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. ნუ გაასწორებთ ძალით. სწორი ფიქსაცია ამცირებს გართულების რისკს. შოკური მდგომარეობა. შოკი შეიძლება განვითარდეს მძიმე ტრავმის ან სხვა დაავადების დროს. სიმპტომებია: ფერმფრთალი კანი, სწრაფი პულსი, სუნთქვის გახშირება, მოუსვენრობა. ასეთ დროს დააწვინეთ დაზარალებული. დააფარეთ, რომ გათბეს. ნუ აჭმევთ და ნუ ასმევთ ნურაფერს. თვალყური ადევნეთ სუნთქვასა და ცნობიერებას, სანამ სასტრაფო მოვა. ყველა სიტუაციაში მთავარი სამი ნაბიჯია. დარწმუნდით, რომ გარემო უსაფრთხოა. დროულად დარეკეთ 112-ზე. გაუწიეთ დახმარება თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ერთმა ნაბიჯმა
რომელსაც გადადგამთ, შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს. დაწერეთ კომენტარებში თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და როგორ დაეხმარეთ დაზარალებულს. გამოიწერეთ არხი სხვა ბევრი საინტერესო ვიდეოსთვის.